ენათმეცნიერება აკადემიურ სივრცეში. გამარჯობა მეგობრებო, ჟურნალისტი ნინო დათუკიშვილი მოგესალმებით საზოგადოებრივი რადიოს ეთერის საეთერო სტუდიიდან. ჩვენ დღეს კვლავ ლექსიკოგრაფიის საკითხებზე ვისაუბრებთ და გადაცემის სტუმრები ბრძანდებიან თბილისის ივან ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ მარგარიტაძე და წამყვანი სპეციალისტი უფროსი რედაქტორი ამ ცენტრისა გიორგი მელაძე. თქვენ მათ უკვე იცნობთ მეგობრებო და სანამ თქვენთან ერთად მათ მივესალმებოდ და შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს 240 91 92 ან 240 92 92. წმინდა ქართული ენა იმდენად მდიდარი, კულტურული და კეთილხმოვანია, რომ ის ჭეშმარიტად ღირსია მეტი პატივისცემისა. გერონტი კიკოძე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისთვის. კარგია რომ ეს ჩვენი პროექტი განხორციელდა, მსმენელების ზარებით მეტყველებს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხები, რაზეც დღეს საუბრობ და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი თემაც ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნება, რადგან ეს გახლავთ ორენოვანი ლექსიკონის მნიშვნელობა ქართული ენის სიწმინდის დაცვის თვალსაზრისით, ასევე ორენოვანი ლექსიკონებისა და თარგმანის მნიშვნელობა უცხო ენების სწავლებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ინგლისური ენის მაგალითზე უნდა ვისაუბროთ ქალბატონ თინა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის და იმისათვის, რომ ლექსიკოგრაფიას თქვენ ამდენი გადაცემა დაუთმეთ. თქვენს დაინტერესდით მივესალმებით თქვენს მსმენელს, ჩვენს მსმენელს. უკვე დგება ახალი წელი, მალე ახალი წელი შემოაბიჯებს, ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ყველას მოულოცავ დამდეგ ახალ წელს, დამდეგ შობას და ვისურვოთ, რომ ეს წელი უფრო უკეთესი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანისათვის და უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნისათვის. რაც შეეხება ამ საკითხს, იცით, ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ორენოვანი ლექსიკონი ჩვეულებრივ აღიქმება როგორც მხოლოდ უცხო ენის შესწავლის საშუალება. და არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ აკადემიური ორენოვანი ლექსიკონი და მისი აქტიური ჩართვა უცხო ენის სწავლების პროცესში ძალიან შეუწყობს ხელს მშობლიური ენის სიწმინდის დაცვას. ჩვენ არა მარტო ვაკეთებთ ლექსიკონს და ვქმნით ლექსიკონს, არამედ ჩვენ ვასწავლით კიდევაც უნივერსიტეტში, უცხო ენასაც ვასწავლით, თეორიულ საგნებსაც ვასწავლით, ლექსიკოგრაფიასაც ვასწავლით და აი ამ პროცესში ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ ქვაკუთხედი სწავლების, ქვაკუთხედი ენის შესწავლის უნდა იყოს იმისი გაცნობიერება, რომ ქართული ენა და ინგლისური ენა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. განსხვავდება სიტყვების, ასე ვთქვათ, ლექსიკური მნიშვნელობა, აღარ არის ლაპარაკი იქ გრამატიკული და სინტაქსური სტრუქტურების სხვაობაზე. ამ ახალგაზრდამ აუცილებლად ვინც სწავლობს უცხო ენას, უნდა გააცნობიეროს, რომ მან რომ შეისწავლა ინგლისური სიტყვა და გადაწყვიტა, რომ ეს სიტყვა მხოლოდ ერთ ქართულ სიტყვასთან უნდა დააწყვილოს, ეს სრულიად არაფრის მომცემი არ არის. სრულიად არაფრის მომცემი არ არის და ასეთი დამოკიდებულება ძალიან აღარიბებს ენას. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, ინგლისური ამ ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა და ხშირად აი სარეკლამო საშუალებებში გვხვდება ესეთი შესიტყვება დელიკატური რეცხვა. და ახლა ამას წინათ კიდევ ერთ-ერთ რეკლამაში ვნახე დელიკატური კრემი. აი რომ დაუკავშიროთ ეს ენის სიწმინდის საკითხსაც და იმას დელიკატური რეცხვა, ანუ გამოდის რომ ინგლისური დელიკატური delicate პრაქტიკულად ქართულში უკვე ყველა შემთხვევაში მკვიდრდება როგორც დელიკატური რეცხვა, დელიკატური კრემი და მთელი უბედურება ის არის რომ ამას ისე ეჩვევა ახალგაზრდას ყური, რომ აი სტუდენტ შეიძლება ეს უკვე აღარ ეხამუშოს ისე როგორც ეს გვეხამუშება ჩვენ. ამ დროს delicate-ს ქართულ ენაში ინგლისურ delicate-ს აქვს ძალიან ბევრი შესატყვისი. აი მაგალითად ერთ შემთხვევაში delicate ქართულად უნდა ითარგმნოს როგორც ნატიფი.
მაგალითად ნატიფი მაქმანი, ნატიფი ზარდახშა. მეორე შემთხვევაში უნდა ითარგმნოს როგორც მოხდენილად გადაკრული სიტყვა. მესამე შემთხვევაში უნდა ითარგმნოს როგორც ნაზი ბუკეტის მქონე ღვინო, ხო? ნუ იქ არის delicate lace, მაგალითად delicate casket, delicate wine. მეოთხე შემთხვევაში უნდა ითარგმნოს როგორც დახვეწილი, რაფინირებული. მეხუთე შემთხვევაში, როცა თითებს ეხება ეს delicate fingers, უნდა ითარგმნოს როგორც დახვეწილი თლილი თითები. ხო, ქართულში გვაქვს ეს არაჩვეულებრივი სიტყვა, რომელიც მე ძალიან მიყვარს. Delicate figure უნდა გადაითარგმნოს როგორც წერწეტა, კენარი ტანი. გააჩნეს შესიტყვება. ხო, ანუ სხვადასხვა შესიტყვებაში, სხვადასხვა და ახლა ეს ასე თუ არ მივიტანეთ ენის შემსწავლელთან და თუ არ დავანახეთ მას ქართული ენის მთელი სიმდიდრე და მთელი ესე ვთქვათ სილამაზე, აი ამ ქართული ლექსიკური მარაგის ეს სილამაზე თუ არ მივიტანეთ, ეს სიტყვები ქრება უკვე, იმიტომ რომ მე სტუდენტებს ამ თემაზე ვესაუბრები, ფაქტობრივად მე ვხედავ, რომ მე ვარ პირველი ადამიანი, ვინც ისინი ამ თემაზე დააფიქრა. და უკვე ეს თლილი ჩათვალეთ, რომ ეს არის უკვე სიტყვა, რომელიც ენიდან თანდათანობით განდევნის გზას ადგას, ისევე როგორც კენარი. არიციან მათ ეს სიტყვები და აი ესეთი დელიკატური საცხის ვერსია როგორ შეიძლება გადაითარგმნოს? დელიკატური რეცხვა ეს არის ჩემთვის ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. იქ არის საუბარი სარეცხი მანქანის პროგრამაზე. ამიტომ ეს უნდა იყოს ფაქიზი რეცხვა. ეს არის ის პროგრამა, რომელიც ფაქიზი რეცხვისთვის არის გამიზნული, როდესაც არის ფაქიზი ქსოვილი, როგორიც არის თქვა აბრეშუმის ქსოვილი, ხო? აი ამ შემთხვევაში ის პროგრამა, რომელიც როგორც უნდა დაპროგრამდეს სარეცხის მანქანა, წერია delicate washing, რაც არის ფაქიზი რეცხვა, ან სარეცხის ფხვნილი. აი ესეთი ქსოვილებისათვის. ჯერჯერობით ახსაქმელია. მომავალში შეიძლება არც უკვე ვეღარც აღვიქვათ. ასევე ეს უნდა იყოს ნაზი კრემი, ნაზი საცხი და არა დელიკატური კრემი. და ეხლა შეხედეთ ქართული დელიკატური რას ნიშნავს? გიორგის ქონდა წინა და მეც მქონდა ამ თემაზე საუბარი, მთარგმნელი ცრუ მეგობრები, ინგლისური delicate და ქართული დელიკატური სულაც არ უდრის ერთმანეთს. იგივე ქართულ-ინგლისურ ლექსიკონში რო ჩავიხედოთ, რომელიც დონალდ რეიფილდის რედაქტორობით გამოვიდა და ინგლისელი ჯენტლმენია, ცნობილი ქართველოლოგი ბრიტანელი, ბატონი დონალდის იმაში ლექსიკონში დელიკატურს უწერია considerate და thoughtful და არა delicate. ესმით, იმიტომ რომ დელიკატურ ადამიანს ჩვენ ვუწოდებთ ისეთ ადამიანს, რომელიც არის თავაზიანი, რომელიც ანგარიშს უწევს სხვა ადამიანებს. ამიტომ ის ქართული დელიკატური და ინგლისური delicate ერთმანეთს არ უდრის. ასევე არის მაგალითად delicate issue, რომელიც შემოვიდა უკვე ჩვენთან დელიკატური თემა და სენსიტიურ თემასაც ამბობენ, რომელმაც განდევნა საფრთხილო თემა, საჩოთირო თემა. და ასე რომ ყველაზე რთული უცხოენის შესწავლის დროს და ამას არაერთი ლექსიკოგრაფი, არაერთი ლინგვისტი აღნიშნავს. ეს არ არის სირთულე, სიტყვები კი არ არისო. სირთული არის აი ეს შესიტყვებები. იმიტომ რომ ის რომელ სიტყვას, რა სიტყვასთან დააწყვილებს თავის ენაში, ეს არ ნიშნავს, რომ შენც ასევე უნდა გადმოიტანო შენს ენაში და ასევე უნდა შევлад როგორ შეიძლება როცა გაქვს არაჩვეულებრივი მდიდარი ლექსიკა ქართული ენის გაძლევს საშუალებას რომ რაც შეიძლება ისეთი შესატყვისი მოარგო რაღაცა ისეთი რომ მართლაც ყურსაც რო ეამება ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა და რა არის იცით აი ეს თუ არ გახდა ქვაკუთხედი ახლა ჩვენ როდესაც ვაკეთებდით ჩვენს ლექსიკონს და მუშაობდით ჩვენ ლექსიკონზე და მუშაობთ დღესაც და ვაგრძელებთ დიდ ინგლისურ ქართულ ლექსიკონზე მუშაობას ეს იყო ჩვენთვის ამოსავალი პრინციპი იცით ჩვენ შემოვიღეთ კიდევაც ამისთვის ტერმინოლოგია მნიშვნელობის ეკვივალენტი და თარგმნითი კონტექსტუალური ეკვივალენტი იმიტომ რომ არ არსებობს ესე იგი ვერ დაწერ ინგლისური სიტყვის ისეთ შესატყვის სალექსიკონო სიტყვა სტატიაში რომელიც ყველა თარგმანში გამოგადგება და ასევეა როდესაც ქართულ სიტყვას დაუშვათ ვუპირისპირებთ ინგლისურ სიტყვას ერთი და იგივე ქართულ სიტყვას სხვადასხვა შესიტყვებაში ინგლისურად ასევე სხვადასხვა ინგლისური სიტყვა ესაჭიროება და ეს არის ენობრივი ნორმა ანუ კანონზომიერება ეს თუ არ შევასწავლეთ ახალგაზრდას აი როგორ მკვიდრდება მაშინ ეს ტერმინები ვინ ამკვიდრებს ამას ეს რამ კვიდრებს უფრო სწორი შეკითხვა ალბათ ისქნება უვიცობა ვთქვა იცით რა არის მე ვფიქრობ რომ აი გიორგიმ ძალიან საინტერესო მაგალითი გაარჩია აი მე უსმინე თქვენს წინა გადაცემას აი იგივე კვარცხლბეკთან დაკავშირებით და პოდიუმთან დაკავშირებით რამ კვიდრებს და მე სრულიად ვეთანხმები გიორგის ჩვენ საერთო აზრი გვაქვს ლექსიკოგრაფიულ ცენტრში ეს ალბათ არის მაინც ინგლისური ენის ზედაპირული ცოდნა და არა სიღრმისეული ცოდნა ეს არის ვერ
გაცნობიერება არ ან ვერ გაცნობიერება იმისა, რომ ორი ენა ასე მარტივად არ მიემართება ერთმანეთს. არა მარტო ინგლისურის, ქართულის ზედაპირული ცოდნაც არის. კი, მაგრამ იცით რა არის, როდესაც ორი ენა უპირისპირდება ერთმანეთს და ახლა 30 წლიანი გამოცდილება მაქვს ლექსიკოგრაფიული მუშაობის და როდესაც ჩვენ სიტყვა სტატიას ვაკეთებთ და აი ამ ბარჩევთ რა საილუსტრაციო ფრაზები და წინადადებები შევიტანოთ სიტყვა სტატიაში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შევიტანოთ ისეთი, რომელსაც ქართულად სხვადასხვანაირი თარგმანი ესაჭიროება, რომ გამოვაჩინოთ ეს, წარმოვაჩინოთ ეს მდიდარი შესაძლებლობები ქართული ენისა და მეორე მხრივ მთარგმნელს მივაწოდოთ გარკვეული მზა რეცეპტები იმისა, რომ აი სხვადასხვა კონტექსტში ეს ინგლისური სიტყვა თქვათ როგორ აჯობებს რომ გადათარგმნოს ქართულად. შესმენელი ყავს თუ შეიძლება რომ მე განვაგდოთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ნამდვილად არაჩვეულებრივი გადაცემა. დიდი მადლობა თქვენ რომ გვისმენთ. სივრცე და გული დამწყარო გადაინაცვლა მაინც რაღაც. ეს ერთი მხარე. ახლა თქვენ საუბრობთ რომ რომ შეეკითხეთ ვინ ამკვიდრებს და რისი ბრალია ეს. ჯერეგერტი როგორი შესანიშნავი წანამძღვარი აქვს გერანტი კიექოძის ქართულ ენას როგორ უნდა უფრთხილებოდეთ. კი საუბრობთ აქ, მაგრამ არ იგრძნობა, რა ვიცი, ჯარიმები ხო არ უნდა შემოვიღოთ. ეს არის ჟურნალისტები. ჟურნალისტები შეიძლება უწოდოთ ამას უცოდინარობაც, გაუნათლებლობაც და პლუს რაღაც თავმომწონება, რომ მათ აი ნახე როგორი უცხო სიტყვები იციან. და აღარც კი ვერ გაიგებთ ზოგჯერ კი ბატონო, მე მოვძებნე ლექსიკონში, მახსოვს ეს ერთი რამდენიმე წლის წინ, არც ლექსიკონში არ იყო სხვათა შორის პერფორმანსი. და ბოლოს ფრანგული სპეციალისტთან წლის მივაგენი და რაღაცა უნდა იყოს მოთხოვნა სამთავრობო დონეზე, რომ აიგრძალოს. თქვენ წარმოიდგინეთ, მე არა ვარ სერიალების მოყვარული, მაგრამ აი ზოგჯერ იშვიათად აი რაღაცა სხვა გადაცემას ელოდები ან რაღაცა იქაც კი რომ თარგმნილია ტექსტი, იქაც კი არის აი შეიძლება რომელიღაცა ტომის რაღაცა იყოს და ამ დროს იქ ჟღერს აი ეს რაღაც დამკვიდრებული event hall-ი სოფლად ძალიან ძნელი საყურებელი გახდა ამბობს ხალხი გინდათ საინფორმაციო გადაცემები თავარია როგორ ვებრძოლოთ მე კი გისმენთ მე ქუჩაშიც დრო გავიგონ რომ ისმის ეხლა თქვენ რაღაც სიტყვა ბრძანეთ დელიკატესი კი არა დელიკატური რაღაც სიტყვა რომელსაც უამრავი ქართული შესატყვისი აქვს კონტექსტის მიხედვით მაგაზია ზუსტად რომ არ არსებობს ისეთი სიტყვა რომელიც ქართული ენით არ გამოითქმეს და მაგის წინ თქვენ თვითონ გამოიყენეთ ერთი სიტყვა ეხლა უცებ გამიფრინდა გონებიდან რომელიც აგრეთვე არ იყო ქართული და აი როგორ ვებრძოლოთ ეს კი კაი გადაცემაა მაგრამ ამის შემდეგ შედეგი არაჩანს ჟურნალისტები არ მეტყველებენ ქართულ ენას. იცით რა თავბატონ ძალიან კარგი რომ გვირეკავთ და მსგავს თქვა შენიშვნასაც გამოთქვამთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით მაინც ეს უნდა იყოს საერთო მცდელობა, თუ კი რამე ჩვენ შეგვიძლია, თუ კი რამე მექანიკურად გაგვისყლდება თქვა ისეთი სიტყვა რომელსაც არაჩვეულებრივი ქართული შესატყვისი აქვს. ეს არ არის ცუდი რომ მსმენელები რეკავენ და თუნდაც იმ სიტყვას უკარნახობენ, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ყველას მცდელობა და როგორც ვიცი კანონითაც უნდა დარეგულირდეს ეს იანვრიდან როგორც ვიცი ქალბატონი თინა თქვენ უკეთეთ ძალიან დიდი მადლობა თქვენი ზარისათვის იმ გულის ტკივილისათვის რომელიც არის ჩვენი საერთო გულის ტკივილი როგორ უნდა ვუშველოთ ამ პრობლემას იცით რა არის არ ვიცი ხა ჯარიმა რამდენად სწორი იქნება რომ ამისთვის ჯარიმა დაწესდეს იმიტომ რომ მე ბევრი სახელმწიფო მოღვაწისგანაც მომისმენია თანამდებობის პირისგან რომ სერიოზულად წუხან იმის გამო რომ უნდათ რომ უფრო უკეთესი ქართული სიტყვები გამოიყენონ და არ მოსდით ეს ქართული სიტყვები. ეს ყველაფერი უკავშირდება, რატომ დავიწყეთ ჩვენ დღეს ამ თემაზე საუბარი სწავლებას, უცხო ენის სწავლებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ უცხო ენის სწავლების დროს
ქართული ენა აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს ორი სისტემა, ქართული ენისა და ინგლისური ენის სისტემა, იმდენად რთულად მიემართება ერთმანეთს, რომ ასეთი მარტივი ზედაპირული დამოკიდებულება, რომ ეს იმდენად მარტივია, ეს ურთიერთმიმართება, რომ იმან დაწერა delicate washing და მე ვთარგმნი როგორც დელიკატური რეცხვა, დაწერა delicate cream, ვთარგმნი როგორც დელიკატური კრემი, დაწერა classified information, ვთარგმნი როგორც კლასიფიცირებული ინფორმაცია, ნაცვლად გასაიდუმლოებული ინფორმაციისა. ეს ყველაფერი მიემართება უცხოენის სწავლების მეთოდოლოგიას, რომელიც აი ბოლო წლებში განსაკუთრებით დაეფუძნა, რას იცით, მშობლიური ენის სრულ განდევნას. ერთი მხრივ იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ინგლისური ენის გაკვეთილები სულ ქართულად ტარდებოდა და ბუნებრივია, რომ ეს იყო ბუნებრივი რეაქცია ამაზე. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც უცხო ენის გაკვეთილი ტარდება მხოლოდ უცხო ენაზე, როდესაც უცხო ენის ლექსიკის ათვისება ხდება მშობლიური ენის გარეშე და როდესაც არ ხდება, აი გიორგის კარგად აქვს თავის სტატიაში, შესაბამისობაში არ მოდის ერთმანეთთან ინგლისური ენის ლექსიკური, გრამატიკული და სინტაქსური სისტემა ქართული ენის ლექსიკურ, გრამატიკულ და სინტაქსურ სისტემასთან, როდესაც არ მოსდის ადამიანს ეს ქართული. შეიძლება მას ყოველთვის არ უნდა რომ თქვას ეს evidence და ეს საშინელი სიტყვები, რომლებიც ყველას ძალიან გვაღიზიანებს, მაგრამ იმ წუთში მას არ მოსდის თავში ეს ფაქტები, evidence-ის მაგივრად, იცით, მტკიცებულება, არ მოსდის ეს ევალუაციის მაგივრად შეფასება. შეიძლება ყველას არ უნდა რომ ევალუაცია თქვას, მაგრამ არ მოსდის და მე უკვე ეს სიტყვა მკვიდრდება. განდევნა მან უკვე ეს ქართული არ მომდის თავში უკაცრად. იცით რა, აი რა ვუშველოთ და როგორც სწავლება უნდა ვუშველოთ იმით რეკომენდაციები გაქვთ გარკვეული და ჩაატარეთ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, ექსპერიმენტი, ხომ? დიახ. რის მაგალითზე მოხდა ეს და კონკრეტულად რა კვლევა იყო და რა რეკომენდაციები? თუ კი შეიძლება ამაზე რომ ვისაუბროთ. კი, ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, იმიტომ ლექსიკოგრაფია ძალიან ესე თქვათ ფართო და კომპლექსური დარგია მეცნიერების, ეს არ არის მხოლოდ ლექსიკონების შედგენა. ლექსიკოგრაფია არის ლექსიკონის მომხმარებელთა კვლევა, ლექსიკოგრაფია არის იქ კიდევ უამრავი სხვა სფერო, მათ შორის ლექსიკონების სწავლების პროცესისათვის და ასე შემდეგ. ბევრი სფერო აქვს მას და აი მომხმარებელთა კვლევის თვალსაზრისით ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომ გამოგვეკვлия ქართულ მომხმარებელში, ინგლისური ენის ქართულ შემსწავლელებში, რომელი ლექსიკონი არის უფრო ეფექტური უცხო ლექსიკის ათვისების, ასე ვთქვათ, საქმეში. ეს არის ერთენოვანი, მხოლოდ ერთენოვანი, ორენოვანი ინგლისურ-ქართული თუ კომბინირებული ტიპის განმარტებით ორენოვანი ლექსიკონი. და შედეგი ბუნებრივია, რომ დადგა ის შედეგი, ექსპერიმენტის შედეგად მივიღეთ ის შედეგი, რასაც ველოდით კიდევაც, რომ რა თქმა უნდა ის ლექსიკონი, სადაც არის ეკვივალენტი მშობლიურ ენაზე, ბევრად უფრო ეფექტურია უცხო ენის შესწავლისას და ამიტომ რატომ უნდა ვაქციოთ ამას ზურგი, რატომ უნდა დავაკნინოთ მშობლიური ენის მნიშვნელობა უცხო ენის სწავლების პროცესში, რატომ უნდა დავაკნინოთ ორენოვანი ლექსიკონის მნიშვნელობა, მით უმეტეს, როდესაც არსებობს ასეთი ლექსიკონი. და მერე არის კიდევ მეორე მომენტი, იცით, იგივე სწავლება, აი უცხო ენის სწავლება, სწავლობს ინგლისურ ენას, სკოლის მოსწავლე იქნება თუ უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტი და მან არ იცის, რომ ინგლისური სიტყვა არის პოლისემიური. არა თუ იმ ერთი მნიშვნელობის ფარგლებშიც, როგორც წეგან მოგახსენეთ, უამრავი სხვადასხვა შესატყვისია საჭირო, ხო, აი როგორც დელიკატური შემთხვევაში განვიხილეთ. არამედ ინგლისურ სიტყვას აქვს უამრავი სხვადასხვა მნიშვნელობა, აქვს ფრაზეოლოგიური ერთეულები, რომელსაც ბუნებრივია ქართულად სულ სხვა სიტყვები შეესაბამება. break მაგალითად ყველა მიცის რომ არის გატეხა, ყველა მიცის რომ break არის შესვენება, მაგრამ ამავე დროს წარმოიდგინეთ, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, break ნიშნავს წარმატების პერიოდი, ესე იგი წარმატებული პერიოდი ვინმეს მოღვაწეობაში. როგორი ლექსიკონიც არ უნდა დაუდო შემსწავლელს და ჩვენც ამის არაერთი ექსპერიმენტი ჩაგვიტარებია, მარტო კითხულობს იმ პირველ მნიშვნელობას, მეორე მნიშვნელობას აღარ ჩადის, იმიტომ რომ არა აქვს ჩვევა. გესმით, აღარ ჩადის იქამდე. ან აი უმარტივესი წინადადება, რომ თქვათ ადამიანს უნდოდა რომ იქ ბუღალტერია შეესწავლა და მერე უცებ გაიტაცა კომედია. და ინგლისურ წინადადებაში არის he was bitten by the comedy bug. ფრაზეოლოგიური ერთეული, სიტყვით რო ვთქვათ, მას კომედიის ბაღლინჯო მუკბინა. ხოჭომ. ეხლა
ხო უნდა დაფიქრდეს ადამიანი ხო რომ როგორ შეიძლება კომედიის ხოჭომ ვინმეს უკბინოს ხო ესე მთლიანად იცვლება თარგმნის ეს არის ფრაზეოლოგიური ერთეული ლექსიკონში არის ეს მოცემული არა იმას არავინ არ უყურებს ამიტომ ამას უნდა წვრთნა ამას უნდა შესწავლა და ეს ყველაფერი მიდის სწავლებასთან და ამიტომ იცით რა არის აი ჯარიმებითა და დაჯარიმებით რას მივახწევთ არ ვიცი ხომ არ ჯობია რომ ჩვენ უფრო საზოგადოება უფრო გაგებით მოვეკიდოთ ამას უფრო შევეცადოთ რომ გავაანალიზოთ არსი პრობლემის და დავიწყოთ სკოლიდან. დიახ, ამაზე ვისაუბრეთ, ვიცი რომ თქვენ სკოლაში ძალიან საინტერესო ღონისძიება ჩაატარეთ, თუმცა რადიოს მელი გვირეკავს მობილური და დიდი ხანია რაც ვაცდები ვალოდინებთ, მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა. მე თქვენი კოლეგა ვარ, ჟურნალისტი ვარ და მინდა სამჯეროდ შემოგთავაზოთ ერთი სიტყვა შეთანხმება, ერთი კი არა, 2-3, ერთი ერთმანეთის მსგავსი. ეს არის ამასთან დაკავშირებით, ეს არის მიმართებით და მიმართებაში და მესამე არის აქედან გამომდინარე და გამომდინარე აქედან. აი ამ სიტყვებმა მე უბრალოდ ესე იგი გამოვიკვლიე, დავაკვირდი და დავითვალე რომ დაახლოებით 20 კარგი ქართული სიტყვა გამოთქმა განდევნა ქართული ენიდან. ისეთი მარტივი სიტყვები როგორც არის ამიტომ, იმიტომ, იმისთვის, ამისთვის, ყველაფერი ამის ნაცვლად დღეს ჩვენ ენაში ისმის ამასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით არ მეუბნება არაფერს. შინაარს არ გამოსცემს, არ მეუბნება ეს მიზეზის გარემოება არის მიზნის გარემოება შინაარსი ძალიან კარგი რომ გვიზიარებთ თქვენ მოსაზრებებს დიახ დიდი მადლობა თუმცა დღეს ვსაუბრობთ ორენოვან ლექსიკონებზე მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ალბათ გასცეთ პასუხი თუ კი სურვილია დიახ და უცხო ენის სწავლებაზე და აი ამ პროცესში ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე ვსაუბრობთ მე. ბატონო, უპირველეს ყოვლისა, რაც მსმენელმა რა საკითხიც წამოჭრა დიახ იმის თაობაზე მოგახსენებთ, იმის შესახებ უბრალოდ ზოგიერთი რამ არის გემოვნების საკითხი, იცით, უბრალოდ ყოველთვის არ საუბრობს ადამიანი მარტივად, სადად, ზოგჯერ სალიტერატურო ენა კიდევ სხვა. დიახ, რა თქმა უნდა და სასაუბრო ენა სამწუხაროდ მეტასტაზებივით არის თქვენ ერთხელ აღნიშნეთ ეს ქალბატონთინა და ნამდვილად ასეა მოედება ხოლმე როდესაც მართლაც ვთანებთ და რა არის ისეთ უბრალოდ თვითონ ამ პრობლემის სიმწვავის თვალსაზრისით რაღაც გრადაციებად დაუყოფთ იცით ის რომ ახლა ადამიანი ამბობს პოდიუმს ეძახის კვარცხლბეკს და ასე შემდეგ ჩემი აზრით ეს უფრო რაღაც დანაგვიანების მომენტია ენის და უფრო ეს საფათო ენისთვის რომ რაღაც დელიკატური კრები რო შემოვიღოთ დაუშვათ ნატიფი ან ნატიფი კანისთვის განკუთვნილი შეიძლება ნაზი კანისთვის შეიძლება ამას ნიშნავდეს და ის რომ ადამიანი რაღაც ზედმეტად მაღალ ფარდობად საუბრობს ის ცოტა უფრო აი ნაკლებად საფათო ენისთვის შეიძლება ცოტა აი გემოვნების თვალსაზრისით მოიკოჭლებს ხო ნუ არ არის ყოველთვის რაღაც წინა ერთით გადაცემაზე საუბარი იყო სვენელი რეკავდა რაღაც პოზიციის დაფიქსირება ნუ ზოგს გონია რომ ამით რაღაც ესე სერიოზულად არ ზოგს გონია რომ თუ ეთქოს რომ პოზიციას აფიქსირებს უფრო სერიოზულად ხო აი მაგის თქვა მინდა აი ზოგს პოზიციის გამოხატვა ხო გონია რომ ეს დაფიქსირებას თუ ეთქოს უფრო რაღაც სერიოზულად წარმოჩნდება ან რაღაც პოლიტიკოსთან გაიგივებენ და ვერ გეტყვით უფრო სახელმწიფო დონის ნიშნულობის პიროვნება წარმოჩნდება ხო და აი აქამდე რაზეც იყო საუბარი ცეთისებას დაუბრუნდება ქალბატონთინა რაზეც ბრძანებდა ეს მაინც აი მოკლედ რომ რაღაც კვინტესენციასავით გამოვიყვანოთ რა გამოდის ეს არის ენების აი ამ ორი ენის სწავლის საკითხი უპირველეს ყოვლისა ინგლისური ენის სრულფასოვანი შესწავლის ქართულის კარგად ცოდით და ინგლისური ენის სწავლაში მართლა როგორც ქალბატონთინა მოწმდა და ქართული მშობლიური ჩვენ შემთხვევაში ქართული ენის აქტიური ჩართვის მომენტი, იმიტომ რომ როდესაც აი ახაც თქვენს ბრძანეთ ქალბატონთინამაც რომ ინგლისურიც არ იციან კარგად თუ ადამიანი გააცნობიერებს რომ სპორტსმენი რო დგება იმ რაღაც პედესტალზე თუ რაღაც კონსტრუქციაზე რომელსაც ნომრები აწერია და ოქროს მედალოსანი პირველ ნომრიანზე ყველაზე ზევით დადგება ამას არ ქვია პოდიუმი ამას ქვია კვარცხლბეკი ქონდა სპორტული გაზეთები ყველანი დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში მამაკაცები სპორტის მოყვარულები ყავით ყველა ვიცით რომ ეს კვარცხლბეკია ეთქობა ადამიანმა ინგლისურიც არის ეს
კარგად და როდესაც რაღაცა სამწუხაროდ ქართულიც არის. ხო და ეს სწორედ ამიტომ აი ხედის როლს თუ შეიძლება ითქვას ქართულსა და ინგლისურ შორის დებს სწორედ ლექსიკონი და ორენოვანი ლექსიკონი, აკადემიური ლექსიკონები, ისევ მსმენელი ყავს. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. არის მის. გისმენთ არის მის, მე მგონი, ხომ? არის მის სამწუხაროდ, თუმცა შეუძლია ცოტა მოგვიანებით დაგვირეკოს ალბათ. მსმენელმა მე რადიო მსმენელებს შევახსენებ ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრებს 240 91 92 ან 240 91 92. თინათინ მარგალიტაძე და გიორგი მელაძე არიან მეგობრებო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. უცხო კულტურას თან მოაქვს უცხო ტერმინები და ახალმა ნიაღვარმაც უმალ მოდრიგა ქართული მეტყველება. ქართულ ენას ზაფრანას ფერი დაედო. მიხეილ ჯავახიშვილი. ბრუნდებით ეთერში და კიდევ ერთი მსმენელია, მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით, საბათონო თითო. გამარჯობა. მირესალმებით თქვენს პროგრამს. გამარჯობა. მე ასაკიანი კაცი ვარ. დიახ. ძველი ადამიანი. თუდად ისმის. ცუდად ისმის ბატონო ჯემო. ადრე ვსწავლობდით რუსულ ენას. დიახ. ინგლისურია ლაპარაკი, მაგრამ ენა ორენოვანი. მაგრამ ჩვენ რუსულს რომ ვსწავლობდით, მე რუსულ ენოვანი ვარ. მოსკოვში ვსწავლობდი და იზოლები ვსწავლობდი სამხედროს twin ვიყავი პაჭირა. კი ბატონო. მაგრამ მე რუსულში ქართული არასოდეს არ ამერებია და არც ქართულ საზოგადოებაში რუსული არ მიხმარია. ეს მე მგონი თვითონ ადამიანის გაიხარეთ ბატონო. დიახ. ტრაკტორული მოდიქია სიტყვაზე დღეს ოღონდაც რაღაცა უსხოენა ჩარიონ და ეს მე მგონი ყველაფერი ბოძის ჟურნალისტებისაგან არ ეწინოთ და აი ამ ჟურნალისტებს წერეს ამყვანებს მეტყველება ასწავლონ ჯერ მეტყველება და ენა თუმცა ქართული და მე იქნება მე მგონი მიზანი მიღწევა. დიდი მადლობა. მადლობ, ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის ჟურნალისტების მიმართ, თუმცა ჟურნალისტები ძირითადად იმეორებენ იმ ფრაზებს, რაც ესმით, ესეც ხომ არის არა, ასეც არის უბრალოდ. სხვათა შორის, როდესაც ჩვენი დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი ინტერნეტში განთავს და მე არაერთ ტელეკომპანიას შევთავაზე, რომ წარმოედგინა მათთვის ეს ლექსიკონი, ამეხსნა რა პრინციპებით არის გაკეთებული, როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენება, არავინ არ დაინტერესდა. მინდა გითხრათ. აი ჩვენ გვაინტერესებს. აი კი ბატონო, მოგვიწვიეთ და დიდი სიამოვნებით მოვალთ და წარმოგიდგენთ, როგორ შეძლებთ ამ ლექსიკონით ძალიან ბევრი უმართებულო ფორმისა თუ სიტყვის განდევნას ჟურნალისტების. მე კიდე ცალკე პროექტის თემა, ძალიან საინტერესო იქნება. და მე მინდა დაუბრუნდე აი სწავლების საკითხს. რა თქმა უნდა, მე მსმენელს ვეთანხმები, რომ ეს პიროვნებაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გავაკეთოთ და მხოლოდ პიროვნებებს მივანდოთ ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ მაინც სწავლების საკითხს უნდა სერიოზული მიხედვა და აი რა მინდა მოგახსენოთ, იცით, ხა მე მყავს პატარა შვილი ვუყურებ როგორ სწავლობს, რა სახელმძღვანელოთი სწავლობს, კი არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოებია. ძალიან კარგია, რომ ეს სახელმძღვანელოები შემოვიდა, ეს უცხოური სახელმძღვანელოები, მაგრამ ეს სახელმძღვანელოები არ არის ქართველი ბავშვებისთვის. ამ სახელმძღვანელოებში ერთი სიტყვა არ არის ქართულად, ერთი სავარჯიშო არ არის, სადაც რომელიმე ახალი სიტყვა ან ახალი გრამატიკული და სინტაქსური კონსტრუქცია მიემართება ქართულ ენას. ამიტომ მე ასე ვფიქრობ და ჩვენ ასე ვფიქრობთ, იმიტომ რომ ჩვენ თეორეტიკოსებიც ვართ, არა მარტო ლექსიკონების შემდგენლები ვართ, ჩვენ თეორეტიკოსებიც ვართ, თეორიულ შრომებსაც ვაქვეყნებთ. ექსპერიმენტებსაც ვატარებთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და ვიცით ამ საკითხებს ვიკვლევთ ჩვენ. ანუ აქ ჩვენ მარტო მოსაზრებას კი არ გამოვთქვამთ, თქვენ მოგახსენებთ იმას, რაც გვაქვს ნაკვლევი. აუცილებელია გაკეთდეს სახელმძღვანელოები, უცხოენის სახელმძღვანელოები ქართველი ბავშვებისათვის სპეციალურად. აუცილებელია რომ უცხოენის სწავლებასთან ერთად ქართულ ბავშვებში ჩვენ გავაღვიძოთ სიყვარული მშობლიური ენისადმი. გეთანხმებით ქალბატონო თინა. დავანახოთ ბავშვებს, როგორი მდიდარი ენა აქვთ, როგორი არაჩვეულებრივი შესაძლებლობები აქვს
ქართულ ენას, როგორი არაჩვეულებრივი ისტორია აქვს და რატომ იყო რომ სწორედ ჩვენ ამ ენის მოვლას განსაკუთრებით ასე ვთქვათ გვიბარებდნენ ანდერძად ჩვენი დიდი მოაზროვნეები და ჩვენი სულიერი მამები. აი ეს ყველაფერი ჩვენ ბავშვობიდანვე უნდა გავაღვიძოთ ეს ინტერესი და როდესაც უცხო ენას ისე ვასწავლით რომ წიგნში ერთი სიტყვაც არ არის ქართული. და მივანდობთ მასწავლებელს რომელმაც შეიძლება თვითონაც არ იცის ისე კარგად ქართული რომ ბავშვებს უთხრას ხო? და იცით რა არის ჩვენ აი როგორ ვებრძოლოთ ამას ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა მოამზადა პროგრამა ორენოვანი ლექსიკოგრაფიის განვითარების პროგრამა რომ ჩვენ გქონდეს სხვა ენებთან მიმართებითაც გქონდეს ისეთი ლექსიკონები როგორიც არის თქვათ ეს დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი სხვა ენებთანაც თანამედროვე ესეთი ინტერნეტში განთავსებული ლექსიკონები რომელიც ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი იქ არის ენის სწავლების საკითხებიც არის ლექსიკოგრაფია ენების სწავლებისათვის ანუ ამ პროგრამაში არის ყველა ასპექტი რომელზეც ჩვენ უკვე წლებია ვმუშაობთ და იცით რა საოცრება მაგრამ ჩვენ ალბათ წარმოდგენაც არ გვაქვს რა დიდ როლს უნდა თამაშობდეს ლექსიკოგრაფია ზოგადად ქართული ენის სიწმინდის დაცვაში სწორად ენის სწავლების საკითხშიც და უდაოდ ძალიან ბევრ რამეზე მეც ამეხილა თვალი და მიხარია რომ ასეა ამ ჩვენი პროექტი და ჩვენ კიდე ერთი მსვენელი ყავს შემდეგ განვაგრძოთ მოგესალმებით გამარჯობა ქალბატონო. გამარჯობა. მივესალმებით თქვენ სტუმრებს, დიდი პატივისცემით და დიდი მადლობა. მინდა გმაყოფილება გამხოთ, დღეს ძალიან კარგი სტუმრები გვყავს, იცით ქალბატონო. დიდი მადლობა, თქვენს კარგები ხართ, ძალიან ყველანი გვიყვარხართ. გმადლობთ და იმიტომ რომ ასე მგონია ჩემი სათქმელი უკვე ითქვა. არ შეიძლება პირველი კლასის მოსწავლემ რომელმაც ჯერ არ იცის დედაენა და ხასუსამ გოგებაშვილის დედაენა არ იცის იმან დაიწყოს ინგლისური სწავლა და ჩამოყალიბდეს მის მიმართ ბავშვის სიყვარული ეს გამორიცხულია ეს ერთი უნდა გვიანისწავლებოდეს უცხოენა ცოტა სკოლაში და მეორე ჯერ კარგად უნდა იცოდეს ჩვენმა ბავშვებმა ქართული და მერე უნდა ისწავლონ უცხო აი და მე არ ვიცი შეიძლება მე ვცდები სწავლების მეთოდიკა გნებავთ ქართული ენისა გნებავთ უცხო ენისა არის განა დღეს აი აუცილებელ საგნად მიდის პედაგოგი და არ იცის როგორ უნდა ასწავლოს მაგრამ მე ერთი შენიშვნა სასიამოვნო შენიშვნა რომ ჩვენი რადიო არის გამონაკლისი მე სიამოვნეს როცა მეტყველებას ვისმენ ჩვენს რადიოში ძალიან დიდი მადლობა ერთი ლექსიკონთან დაკავშირებით მე ძალიან დიდი მოლოდინით რო იტყვიან მოუთმელად ველი ამ ლექსიკონის გამოცდას და ყველაზე დიდი პლუსი ჩემთვის როცა ლექსიკონს ფორცლა ვიცით რა არის როცა ქართული ენის აი თითქმის ყველა სინონიმი არის იქ ფიქსირებული და მოწოდებული ჩვენთან აი სინონიმების სიმრავლით ჩემთვის არის საზომი ლექსიკონისა ქართული ენის სინონიმების ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვისთვის ქალბატონო ასეთ საინტერესო მოსაზრებების გაზიარებისთვის და ქალბატონ თინა აი მე ისევ გავაგრძელებ ამ სწავლების თემას სკოლაში ხო ჩვენ ვთქვით რომ აუცილებლად უნდა იყოს ეს ორენოვანი სახელმწიფო აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო სპეციალური და გეთანხმებით იმიტომ რომ თვითონ ბავშვი მართლაც მოუმზადებელია სახლშიც კი აღარ საუბრობთ იმ მდიდარი ლექსიკით როგორც ადრე არც ალიათ მშობლებს შვილებისთვის ძირითადად აი კომპიუტერთან სხედან და იმ ლექსიკას ითვისებენ აი არა ყველა რა თქმა უნდა მაგრამ დედასაც არც ალია მამასაც ზღაპრების წასაკითხათაც კი არც ალია ზოგჯერ და ნუ როგორ მიდის ბავშვი სკოლაში საკმაოდ მოუმზადებელი ხო მოუმზადებელი ესეთი გაღარიბებული ლექსიკით ისედაც ამ დროს მას რომ ინგლისურად ესე იგი ასწავლიან და ქართული შესაძლოა შეიძლება თვითონ მასწავლებელმაც ვერ მოძებნოს აი ნამდვილად გეთანხმებით და მე ვიცი რომ ძალიან საინტერესო ღონისძიება კონკურსიც იყოს თქვენს მიერ ჩატარებული თქვენ ჩაატარეთ ცენტრმა სკოლაში ხო თუ რა იყო ზუსტად თქვენ რამდენიმე წლის წინ ჩვენ მოვამზადეთ ასეთი ეხა გავრცელებულია სიტყვა ტრეინინგი და უნდა ვთქვა ამიტომ სხვანაირად ვთქვა ვერ გაიგებენ. მოვამზადეთ სათვრთნელი კურსი, 6 საათიანი კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის, რომელსაც ასეც ერქვა ორენოვანი ლექსიკოგრაფიის მნიშვნელობა ინგლისური ენის სწავლების საქმეში. ეს კურსი ჩავატარეთ ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, სკოლის მოსწავლეებთან, უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებთან და რიგ შემთხვევაში ამას შედეგი გამოიღო. და მე ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ამ ერთ-ერთი აი ესეთი კურსის შემდეგ ჩემთან მოვიდა 24
სკოლის მასწავლებელი ელენე ხუსკივაძე, 3 შვილის დედა და მითხრა მე მინდა თქვენთან ჩავაბარო მაგისტრატურაში. ჩემი შვილების გამო მინდა რომ მაგისტრატურა დავამთავრო და ელენემ ჩვენთან ჩააბარა და დაამთავრა ეხლა ლექსიკოგრაფიის მაგისტრია და მე ძალიან მეამაყება რომ ის გახდა სკოლებში ჩვენი ძალიან დიდი დასაყრდენი. აი სწორედ ელენეს სკოლაში 24 სკოლაში ჩავატარეთ ჩვენ პირველი კონკურსი ლექსიკოგრაფიაში. და მოვამზადეთ საკონკურსო დავალება ბავშვებისათვის, ლექციაც წაუკითხე მე ამ ბავშვებს, ისინი უნივერსიტეტში იყვნენ ჩვენთან სტუმრად, პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზში მივიღეთ ისინი უნივერსიტეტის პირველი რექტორის და დავალება გულისხმობს ინგლისური წინადადებების ქართულად თარგმნას ლექსიკონის დახმარებით. პირველი ეტაპი ჩატარდა 31-მა ბავშვმა გადალახა ეს პირველი ეტაპი და მეორე ეტაპი გაიმართება იანვრის ბოლოს. აუცილებლად შევგადყოფილდით. აუცილებლად და შემდეგ მოვბრძანდეთ ჩვენს მეორე გადაცემაში თქვენს ამ სკოლის მოსწავლეებთან ერთად გამარჯვებულებ და რადიოს მენელი ყავს. ბატონო გიორგი, ჩვენ რაღაც ცოტა პასიურობთ. ეს დავჩაგრეთ. ხო, დავჩაგრეთ, მოგესალმებით. მოგესალმებით. გამარჯობა. ქალბატონო ნინო თქვენ და თქვენ სტუმრებს. ყვირა მიყვარს იმიტომ რომ თქვენ გადაცემამდე არის მხოლოდ ოპერა. გადაცემა და ძალიან მიყვარს ოპერა და შემდეგ მოყვებით თქვენი გადაცემით რომელიც ჩემთვის სიმფონიური მუსიკაა. გაიხარეთ ქალბატონო. და ძალიან მადლობელი ვარ თქვენი რომ ასეთ საკითხს შეეჭიდეთ. მე რაღაც ერთი წინადადება მაქვს არ ვიცი ამას აზრი აქვს თუ არა. მაინც ყველა მასწავლებელი რომელიც ამთავრებს ინსტიტუტს უნდა გაიაროს რაღაცა გამოცდა ან კურსები ან რაღაცა რომ ქართული ენაში ჩააბაროს გამოცდები დამთავრების შემდეგ მასწავლებლებმა არიციან ქართული მოდასაყოლილმა ქართველმა მასწავლებლებმა რომელსაც არ უნდა ასწავლიდეს ეს ძალიან კარგი იქნებოდა მაგრამ არ ვიცი როგორ განხორციელდება და თქვენთან კიდე ერთი თხოვნა მაქვს ერთი ორი გადაცემა მიუძღვენი თუ ეს თქვენ პროგრამაში შედის ქართული ენის გრამატიკას ძალიან გთხოვთ ეთყობა ქალბატონო ჩვენ მინდა მოგახსენოთ რომ ეს ენათმეცნიერება აკადემიურ სივრცეში ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 3 თვის წინ ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად და მაშინ ერთ-ერთ გადაცემაში ამ თემაზეც ვისაუბრეთ. თუმცა მომავალშიც ჩვენ ალბათ კიდევ გეგმავთ სხვადასხვა პროექტს, თუ კი გამოვა და თუ კი იქნება ის პროექტი, მე მგონი ყველა გაგახარებთ თქვენ. დიდი მადლობა ზარისთვის. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, ჩვენ ალბათ ძალიან საინტერესოა თვითონ თარგმანის პრობლემებზეც საუბარი ზოგადად თარგმნელებზეც არა? აქაც იგივეს დიახ. რა ისეთ მოკლედ ჯერ ჩვენ სმენელის მიერ წამოჭრილი კითხვას საკითხს კიდევ ერთხელ უპასუხებ, იმიტომ რომ რაღაც მსგავსი თემა იყო და გრამატიკის შესახებ ქალბატონმა ბრძანა. რისი თქვა მინდა ესეთ რომ აი ისევ რაღაც ლექსიკონის ხმარების კულტურამდე დაიყვანება ესეთ ყველაფერი, იმიტომ რომ ხლა ქართულ გრამატიკას ყველას ვსწავლობთ, მეც მისწავლია სკოლაში, არ ვიცი შეიძლება ეხლა არ ასწავლიან, მაგრამ კარგად მაქვს ნასწავლი, მაგრამ ერთია გრამატიკის სწავლა და ჩაბარება ქართულის გაბუსტაზე, მეორე ამის ყოველდღიურ ხმარებაში დანერგვა, იმიტომ რომ ადამიანები მშობლიურ ენაზე თავისუფლად მეტყველებს და არ უფიქრდება იმას, რომ ეს სწორად ამბობს თუ არა, ესე გაუგია სახში ესე ესბოდა სკოლაში ესე ამბობენ იგივე ეს არ ტყავს გახსოვთ წინა სვამს კიბოთ სვავს ხო და რა არის ეს ელემენტარული ქართული ენის გამარტებითი ლექსიკონი რატომეულიც არსებობს ახალი გამოცემა გამოდის კიდევ ერთტომეული არის ცოტა შემოკლებული აი მართლმეტყველების და ნუ იგივე მართლწერის კულტურა ძალიან ადვილად შეიძლება ადამიანმა გაიმჯობეს თუ აი ამ საცნობარო სახით ამას სისტემატურად გამოიყენებს იმიტომ რომ წერია იმაზე რომ ვილაპარაკოთ ჩვენ რომ ამბობენ მოდრიკავს ამბობენ რაღაც ეს იქ წერია მოდრიკა მოდრექს აი ეს არის ქართული ნორმა არის ორთოგრაფიულ ლექსიკონში და ეს ორთოგრაფიული ლექსიკონი უნდა იყოს რაღაცნაირად ცნობარი აი ამ ნორმასთან ჩვენი მეტყველების შესაბამისობაში მოსაყვანად და მე მახსოვს ახლა ისე ხშირად გაზეთებს არ ვკითხული მაგრამ წინაწლებში ძალიან გამოირჩეოდა მაშინ უფრო თარგმნელობით საქმიანობით ვიყავი დაკავებული კვირის პალიტრა კარგიც უნდა ითქვას ჟურნალისტებზე ძალიან გამართული სწორი
ესეთი ორთოგრაფიული ნორმებით ისე იწერებოდა. ნუ ისე მე ხშირად არ ვკითხულობ, მაგრამ ეს გამოცემა ნამდვილად გამოირჩეოდა, იმიტომ რომ რაღაც ცოტა მოყვითალო პრესები როა, იქ ცოტა ურევენ ამ ნორმებს და უბრალოდ ყოვლისა მე მაინც ვიტყოდი, რომ ყველაზე მარტივია, რომ ადამიანმა, ჟურნალისტმაც და ნებისმიერ ადამიანმა, რომელიც რაღაც ისე დონეზე საუბრობს, რომ მისი საუბარი დიდ ფართო საზოგადოების ფართო ფენებს ესმის, ნუ პრესით იქნება ინტერნეტით და იმუშაოს საკუთარ თავს. ნუ ჩაიხედო საერთოდ აკონტროლოს თავისი მეტყველება, აი ამ ორთოგრაფიული ლექსიკონი. ჩვენც გვიდევს ეს ორთოგრაფიული ლექსიკონი და რაღაც რო დაგვაჭოს ქართული ენა, ეს აბაზე კარგად არაფერი არ ვიცი, მაგრამ მაინც რომ ნახო ესეა თუ ესე და უშუალოდ დაწონა უნდა თუ დაწონა ხო არ უნდა, იმიტომ რომ არის სიტყვა სადაც ეს ვ არ უნდა რომ ახლა ჩვენ შეგვედავებენ ესე კი არა ასეო. არა, ორთოგრაფიული ლექსიკონი ყველა იმაზე ხო, მოდი ჩართოთ მენელი, მოგესალმებით. ალო, მოგესალმებით. გამარჯობა. ესე იგი რა გვაინტერესებს საქართველოში რომ ჩამოიყვანეს ეს უცხო ქვეყნიდან მასწავლებლები წყალებში ასე რომ ვთქვა ეს და პრაქტიკულად მათმა ქართულად გამარჯვების მასალისადენ და სკოლებში შეუშენა დაუწყეს ბავშვებს სწავლება ინგლისურის თურისი არ ვიცი ეს რამდენად გამართლებული იყო და როგორ ალბათ თავისი მიზანი ქონდა ალბათ ხო ქალბატონთინა რა ვიცი რა შეგვიძლია ვუთხრათ ამ ბატონს ხა სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ წეგან რომ არ შეიძლება რომ მხოლოდ ინგლისური ენაზე იყოს სახელმძღვანელო და მხოლოდ ინგლისურად რა თქმა უნდა ის კარგია ხა პრაქტიკული ინგლისური თქვა ერთი გაკვეთილია ხოლმე მგონი სკოლაში ზოგიერთ კერძო სკოლაში არის მაგრამ როდესაც სახელმძღვანელოზეა საუბარი და როდესაც ბავშვს არ აქვს მდიდარი ლექსიკა აუცილებელია რომ იქ იყოს ქართულად სწორად განმარტებული ძალიან ბევრი სიტყვა. ინგლისელი ან მასწავლებელი რომელიც არის მატარებელი ამ ენის მატარებელი რომელიც არის რა თქმა უნდა ასეთი მასწავლებლის ჩართვა სასწავლო პროცესში არ არის თავისთავად ცუდი იმიტომ რომ იგი ბუნებრივად ატარებს ამ ენას და ამიტომ მისი ჩატარებული კლასები დაუშვათ ცუდი არ იქნება მაგრამ ეს მასწავლებელი უნდა იყოს ერთ-ერთი კომპონენტი და არა ერთადერთი კომპონენტი მეორეა როგორ არის შერჩეული ეს მასწავლებლები ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა მაგრამ მე ყოველთვის ფიქრობდი რომ ალბათ გაცილებით შედეგიანი იქნებოდა ჩემი აზრით რომ ქართველი მასწავლებლები გაგვეშვა ვთქვათ ერთი თვით ან გაგვეშვა ორი თვით სტაჟირებაზე უცხოეთში იგივე ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით იმიტომ რომ მე მახსოვს როდესაც პირველად ძალიან დიდი ხნის წინ როდესაც პირველად მოხვდი მე 3 თვით ასეთი სტაჟირებით როდესაც მოხვდი მე ინგლისში და იქ უნივერსიტეტში ვიღავი 3 თვე იქედანვე ჩამოვედი პრაქტიკულად სულ სხვა ადამიანი. სულ სხვა ინგლისური ჩამოვედი და სულ სხვა შეხედულებებით ჩამოვედი ზოგადად ენის სწავლებაზეც და სხვა საკითხებზე და ამიტომ მე ასე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა უცხოენოვანი მასწავლებელი როგორც ერთი კომპონენტი არ არის ურიგო რომ იყოს და მონაწილეობდეს აი ამ პროცესში, მაგრამ არა როგორც ერთადერთი. და მეორე მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მასწავლებლები რეგულარულად იგზავნებოდეს სტაჟირებაზე უცხოეთში, აი სწორედ ინგლისური ენის ცოდნის ამაღლების მიზნით, როდესაც იქ გარემოში ხარ, როდესაც ენობრივ გარემოში ხარ, როდესაც გესმის ყველგან ეს ინგლისური ენა, სხვანაირად იჟღინთები ამ ცოდნით. და შემდეგ სხვანაირად თარგმნი, როგორც ფრანგი მეცნიერი პოლ ვალერი ამბობს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა იცი უცხო ენა და კარგად იცი და სწორედ ისე იცი, რომ იქ გაიარე რაღაც სტაჟირება და სულ სხვა წარმოდგენა შეგექმნა იგივე თარგმნის პროცესზე, სულ სხვა წარმოდგენა შეგექმნა. პოლ ვალერი როგორც ამბობს, მთარგმნელი ისე უნდა ფლობდეს მშობლიურ ენას, როგორც ათლეტი თავის კუნთებს. აი ნამდვილად ასეა ჩვენი კიდევ ერთი მინუსი არის ის რომ თარგმნელებმაც მე წეგან ვახსენე რომ თარგმანის პრობლემებზეც და ორენოვანი ლექსიკონის როლზეც თუ კი დაგვრჩება დრო ვისაუბროთ მე კი რამდენიმე სიტყვა ვთქვა გიორგი კარგი იქნებოდა ხო პრობლემა ის არის რომ ჩვენ მშობლიურ ენაც არ ვიცით კარგად სამწუხაროდ ხო ნამდვილად
პირველ ყოვლისა ისევ იქამდე მივა ის ყველაფერი, რომ აი თარგმნაშიც და სხვა ასპექტში ენათა ურთიერთობისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან ორენოვან თარგმნით ლექსიკონს. იმიტომ რომ ძალიან ძნელია შეიძლება ადამიანმა რაიმე იცოდეს, ესმოდეს, მაგრამ იმის მშობლიურ ენაზე გამოხატვა მისთვის ყოველთვის ისეთი ადვილი არ იყოს. როდესაც ჩვენთან აი ჩვენი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ლექსიკონით მოსარგებლენი ესე ვიტყოდი, მოდიან ძალიან ბევრი ვისაც აი ხშირი თარგმნილობითი პრაქტიკა, ესეთ ცხოვრება უწევს ესეთ ისეთ ცხოვრებას ეწევიან ისეთ თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე თარგმნა უწევთ, ამბობენ რომ მათთვის ძალიან ადვილი არის აი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მეშვეობით ზუსტი შესაძლებლობის ძებნა აი თარგმნილობით პრაქტიკაში, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ესმოდეს რამე ძალიან კარგად რა არის თვალწინეთ დგას, მაგრამ უცბად რაღაც თავში არ მოუვიდეს ზუსტი შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლობა თბილისის ივანჯოხიშვილის სახელობის ლექსიკოგრაფიის ცენტრს და მის მესვეურებს ზოგადად დიდი მადლობა და დღეს მობრძანებისთვისაც დიდი მადლობა. მე ვუერთვები თქვენს მილოცვას, მინდა ჩვენს რადიოს მსმენელებს კიდევ ერთხელ მივულოცო, გუშინ კი უკვე ვუსურვე წარმატებული წელიწადი, კიდევ ერთხელ მივულოცო დამდეგი შობა და ახალი წელი. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს თქვენ ისმენდით გადაცემას ციკლიდან ლექსიკოგრაფია, ენათმეცნიერება აკადემიურ სივრცეში და კონკრეტულად ლექსიკოგრაფია. გესაუბრებოდით მე ჟურნალისტი ნინო დათუკიშვილი, ჩვენი სტუმრები კი გახდნენ ლექსიკოგრაფიული ცენტრის წარმომადგენლები, თინათინ მარგალიტაძე, ცენტრის დირექტორი და წამყვანი სპეციალისტი ბატონი გიორგი მელაძე. გმადლობთ, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. ენათმეცნიერება აკადემიურ სივრცეში.